ამ გზას ახალციხის სოფელ ყურთუბნამდე მივყავართ. ოფიციალურად ეს სოფელი აღარ არსებობს, რადგან 1959 წლიდან ელიაწმინდა შეუერთდა. თუმცა ადგილობრივები თითქმის სრულად დაცლილ დასახლებას ყურთუბნად მაინც მოიხსენიებენ. დასახლება ორ ნაწილად არის განლაგებული. ერთ მხარეს 4 მოსახლე ცხოვრობს, მეორე მხარეს კი უკვე აღარავინ. აქ აბლომად იყვებას. არ ვიცი ახლა მე აღარ მახსოვს და ბევრი იყვნენ. ლილი კაპანაძე დარჩენილ 4-თაგან ერთ-ერთია. გვეუბნება, რომ დასახლების მეორე ნაწილში უკანასკნელი მოსახლე რამდენიმე თვის წინ დაიღუპა. მას შემდეგ ამ ტერიტორიის სახლებიდან სინათლე არ გამოჩენილა. თუმცა შუქი ლამპიონებიდან მოდის, რომელიც დაცლილ დასახლებაშია დამონტაჟებული. სოფელი ახლა ზოგი კვდება და ახალგაზრდობა არ შერდება სოფელში და მიდიან. აქ გაჩერდება სოფელში ყურათუმაში. არაფერი არ არის. დახმარება არ არის და არაფერი არ არის. თანდათან სოფელი დაცარიელ და აღარავის უნდა აქ ცხოვრება. ჩემი შვილიც არ ფიქრობს აქ დარჩენას. იმიტომ რომ ახალგაზრდობა აღარა. აი გაღმა სოფელია, შეგიძლია აჩვენოთ. გაღმა მან და ბევრი ცხოვრობდა ახალგაზრდებით, მოხუცები ყველა გარდაიცვალა და ახალგაზრდობა ყველა მკარები დაკეტა წავიდა. თითქმის დაცლილ დასახლებაში გზაზე ასფალტი ან ბეტონი არასდროს ყოფილა, ხოლო ხრეშ, წვიმის და თოვლის ნიაღვრები რეცხავს. ციური შუბითიძე, რომელიც ტერიტორიას სირთულეების მიუხედავად არტოვებს, გვეუბნება, რომ მეზობლის იმედად არიან. ის დრო გამოშვებით გზას თავად ხრეშავს ხოლმე. გზა იყო მოხრეშილი გზა, მე გაზი რო გადიყვანეს, მიწა გადავიდა და ატალახდა. ახლა გვიჭირს მანქანების გამოყვანა. ცოტა მაინც რომ ერთი მანქანის გამოვლა, ასფალტი დაგვიგონ. როგორც შეძლებენ ახლა იმას, მოხრეშით ახლა აქ არის ხრეში, იმიტომ მოდის წვიმა, მეწყერივით რაღაცა წყალი რო ჩამოდის მთებიდან, ტყიდან, წყალი იმაშვება. აფუჭებს იმ ხრეშს და გადააქვს ღელეში. აქ ალუდა ყავს და ხოლმე მოდის გრეიდერით, გაგვისუფთებს. ეგ რო არ მოდიოდეს, მგონი საერთოდ არ გავახსენები ამ სამ გლეხს თუ სანმე ცხოვრობენ. რას ამბობს მერია? აქ მხოლოდ იმას პასუხობენ, რომ ვითარება ეტაპობრივად მოწესრიგდება. დასახლება ელიაწმინდიდან დაახლოებით 1 კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა დაზიანებული და მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა ამ დისტანციას ზრდის.